ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2021 წლის პირველი ვარიანტი ამოცანა ნომერი 8. ჰორიზონტალურ გლუვ ზედაპირზე დევს ორი სხეული, ისე როგორც ნახარწია ნაჩვენებიო. პირველი სხეულის მასა ორჯერ მეტია მეორის მასაზე. პირველ სხეულზე მოქმედება დაიწყო ჰორიზონტალურად მიმართულმა ძალამ, რომლის მოდულია F-ო. განსაზღვრეთ რა ძალით მოქმედებს მეორე სხეული პირველზე. კარგი, ჩავწეროთ მოცემულობა. მოცემულობით გითხრებს, რომ ეს ჩვენი სხეულები მოძრაობენ გლუვ ზედაპირზე შესაბამისად ხახუნის ძალა არ გვაქვს. ამასთან გითხრეს, რომ პირველი სხეულის მასა m1 აქ არის ორჯერ მეტი მეორისაზე, ამიტომ მოდი ეს იყოს m2m, ეს m1 იყოს m-ის ტოლი, შევწეროთ ესეც, ესე იგი m1 არის 2m-ის ტოლი, ხოლო m2 იქნება, გაცრავთ აქ m1 რა დავწერეთ. m2 არის m, ხო? და ჩვენ გვეკითხებიან, შევხედეთ რას გვეკითხებიან. პირველ სხეულზე მოქმედება დაიწყო ჰორიზონტალურად მიმართულმა აი ამ ძალამ, აი ეს F-იც მოცემული გვაქვს, F-ი გვაქვს მოცემული და გვეკითხებიან, რომ განსაზღვროთ რა ძალით მოქმედებს მეორე სხეული პირველზე, ხო? კი ბატონო, ესე იგი, მოდი ეს აღვნიშნოთ n-ით, n ძალით მოქმედებს, დავუშვათ. ეხლა პირველ სხეულზე მეორე სხეული მოქმედებს რაღაცა n ძალით, ხო? აი ასეთი მიმართული იქნება ეს n ძალა, მეორედან პირველზე მოქმედი. და პირველი ნიუტონის მესამე კანონიდან გამომდინარე, პირველი სხეული მეორეს პასუხობს იგივე ძალით, აქედაც იქნება n-ი, ხო? და მოდი ავდგეთ და ეხლა ცალკე პირველისთვისა და ცალკე მეორისთვის ცალ-ცალკე ჩავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი, კერძოდ ამისთვის მოდი შემოვიტანოთ თან x ღერძი. ეხლა მეორე სხეულს თუ დავაკვირდებით, მარტო მეორე სხეულს. მეორე სხეულზე მოქმედებს მხოლოდ n ძალა, ხო? შესაბამისად, მასა შესაბამისად რა გვექნება, ესე იგი n-ი, ნიუტონის მეორე კანონიდან n-ი, მეორე სხეულზე მოქმედი n ძალა, ტოლი იქნება ამ სხეულის მასისა და აჩქარების ნამრავის, ხო? ეს რაც შეეხება მეორე სხეულს. ეხლა რაც შეეხება პირველ სხეულს, ცალკე თუ შევხედავთ, პირველ სხეულზე მოქმედებს F ძალა, რომელიც x ღერძის გასწვრივ არის მიმართული და მინუს n ძალა, რადგანაც n-ი და x ღერძი ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით არის და ეს ტოლი უნდა იყოს ანალოგიურად ამ ძალთან თოლქმედი პირველი სხეულის მასისა 2m-ისა და ამ სხეულის აჩქარების ნამრავის. ეხლა რადგანაც F ძალა ჰორიზონტალურად მარჯვნივარი მიმართული, სხეულის აჩქარება ორივესთვის ერთი და იგივე არის და მარჯვნივარი აჩქარება. ამიტომ ეს აქაც გავითვალისწინეთ ჩვენი დადებითი ნიშნით და აქაც იგივე იქნება, ხო, აჩქარება. და აქედან n-ი უნდა გავსვათ. მოდი მეორეში ჯერ ჩავსვათ n-ი, ეს ტოლი იქნება, მეორეში რო ჩავსვათ ზედა, ვექნება f-ს მინუს mj უდრის 2m-ას, აქედან f-ი უდრის 3m-ს, საიდანაც აჩქარება გამოგვდის f შეფარდებული 3-მთან და ჩავსვათ ეს აჩქარების მნიშვნელობა ზედაში. მაშინ n-ი ტოლი იქნება m-ჯერ აი ეს აჩქარება, ხო? m-ი გამრავლებული f-ი შეფარდებული 3-მთან. SM-ები შევეკვეცება და ტოლი გამოგვდის f3-მის. შესაბამისად, საძიებელი ძალა n-ი ტოლი ყოფილა f3-დის. ეს არის პასუხი G.